სხვა შორის ალკოჰოლზე მინდა ვთქვა, რომ აი ჯამრთელი ღვიძლისთვის დასაშვები ღვინის რაოდენობა ჯამრთელ ღვიძლზე მაქვს საუბარი არის 250 მილილიტრი. რატომღაც არ მჯერა, რომ ადამიანი დაждდეს და 240 სუფრასთან მით უმეტეს 250 მილილიტრი ღვინით შემოიფარგლოს. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, იგივე ევროპაში ჩვენ ფილმებში უყურებთ, რომ ჭიქას დაიდგავენ და მთელი დღე სვავენ. არ არის ესე, იქაც აგრძელებენ იმერთი ჭიქის მერე, მაგრამ ჯამრთელ ღვიძლს აი ზუნარი აქვს, რომ აღიდგინოს თავი, რასაც ის ალკოჰოლი დააზიანებს, აღიდგენს და მეორე დილას რო გაიკეთოს ანალიზი ჯამრთელმა ადამიანმა, აბსოლუტურად ნორმაში აქვს ფუნქცია. ძალიან სხავი ვითარება, რა თქმა უნდა, იმათთან, ვისაც დაზიანებულია ღვიძლი, თუნდაც იგივე ბედაც ჰეპატიტით, იგივე სხვა რაღაცა ალკოჰოლური ჰეპატიტიც არსებობს და რო აგრძელებენ მას, მე უკვე ის გადადის ძალიან შეუქცევად ცვლილებებში, რაც სამწუხაროდ მე ფატალურ შედეგამდე შეიძლება მივიდეს. ყველაზე ასე ვთქვათ, ხაზგასასმელი და ჭყალებში დავარქვათ, ცუდი არის ის, რომ ვისაც გამოეხატება, იგივე ალკოჰოლის მიღების შემდეგ ალკოჰოლური ჰეპატიტი. და აქვს უკვე საკმაოდ სერიოზული ფორმა ამ დაავადების. კურნალობის რაღაცა პერიოდის შემდეგ ის ხდება კარგად და ისევ იკარგება ეს კლინიკური ნიშნები და რატომღაც ესეთი პაციენტები თვლიან, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამოსწორდა და ყველაფერი კარგად არის. და აგრძელებენ ისევ ძველი ცხოვრების წესს და ეს იწვევს კიდევ უფრო მეტ შეუქცევად პროცესებს და მე სამწუხაროდ როგორც გითხარით, შეიძლება ცუდადაც დამთავრდეს. და ძალიან სამწუხაროა ის, რომ ხა ადრე აი წლების წინ ახლა საკმაოდ დიდი ხანია რაც მუშაობ და უფრო ასაკიან, ანუ 45-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, იყო ეს ალკოჰოლური ჰეპატიტის პრობლემა. ეხლა ძალიან გაახალგაზრდავდა. ანუ აი სულ რაღაც 1-10 დღის წინ მყავდა პაციენტი, რომელიც 27 წლის ასაკი აქვს, 27 წლის ასაკში უკვე ციროზია ჩამოყალიბებული. ისევ ძალიან აქტუალურია და ძალიან ბევრი პაციენტი მყავს სამწუხაროდ ციროზიანი. ანუ ეს არის უკვე დავარქვათ ესე შეუქცევადი გართულება. თუმცა აი ბოლო ეხლა რაც კითხულობთ ხო, აი იგივე ევროპელების, ამერიკელების სტატიებს და ასე შემდეგ, პირველი მეორე სტადიები ციროზს აქვს ნამდვილად და დავარქვათ ესე საწყის სტადიაში შეიძლება შექცევადი იყოს, კომპენსირებული ციროზი არსებობს და დეკომპენსირებული. დეკომპენსირებულია უკვე მუცელში სითხე რო აქვს ადამიანს, გონების მხრივ რაღაც პრობლემები აქვს, ანუ ენცეფალოპათია, არის საყლაპავის ვენებიდან სისხლდენა, ეს უკვე დეკომპენსირებული ციროზია და აქ უკვე შექცევადობაზე ლაპარაკი ძედ მეტია, მაგრამ აი როცა არის ჯერ კიდე კომპენსირებული ციროზი და ახალი დაწყებული, შესაძლებელია ეს თუ რა თქმა უნდა ამას მოდი ესე ვიტყვი, ისურვებს პაციენტი, ანუ იმკურნალებს და ჯამრთელი ცხოვრებით იცხოვრებს.